მოგესალმებით მეგობრებო. ჩემს წინა ვიდეოში აღნიშნა, რომ გვერდის ქვესატაური არის ფილოსოფია მოძრაობაში, ფიქრები რეალურ და წარმოსახვით სამყაროებზე, თუმცა მაშინ ნათელი არ იყო, რას გულისხმობდი წარმოსახვით სამყაროებში. აი დღეს მინდა ეს უფრო ნათელი გახდეს და ის ფონიც, რომელიც განმაქვს, ესეც აიხსნება თუ რატომ შევარჩიე. რაც არ უნდა გასაკვირი ჩანდეს, ეს უკავშირდება იმ აჟიოტაჟს, რომელიც ამ ბოლო პერიოდში იყო სოციალურ ქსელებში ატეხილი და ჩვენს ქვეყანაში ზოგადად. ეს არის ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული სკანდალი. საქმე ისაა, რომ დაახლოებით 20 წლის წინ, შეიძლება ოდნავ უფრო ადრეც, თუ გამოჩნდეს, წავიკითხე ანატოლ ფრანსის ნაწარმოები პინგვინთა კუნძული, სადაც სატირულად არის აღწერილი საფრანგეთის ისტორია და მაშინ გამიჩნდა იდეა, რომ რაღაც მსგავსი დამეწერა, მაგრამ იმის გამო, რომ კვლევით საქმიანობას ასე ვთქვათ ვეწეოდი, არასოდეს ეს გადაწყვეტილება ბოლომდე არ მიმიყვანე. ანუ მქონდა არასისტემური ჩანაწერები, ფრაგმენტები და რომლებიც ეხლაც არ არის ბოლომდე სისტემატიზებული. თუმცა შემდეგ რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ ამისთვის ხორცი უნდა შემესხა, ამიტომ ეხლა მინდა წარმოგიდგენოთ. ოღონდ მე არ დავიწყებ სიუჟეტის მოყოლას, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს მონქანცველი, რადგან ძალიან ბევრი ნიუანსია და არის გარკვეული დეტალები და ესეთი კომპლექსური. ამისათვის, რომ თან ჩემთვისაც რომ ეს პროცესი უფრო სახალისო ყოფილიყო, მე შევქმნი ერთგვარი ვიკიპედია, რომელზეც ვაგრძელებ მუშაობას, უпростоრად ვიკიპედიის გვერდები, ერთჯერობით 5 გვერდი მაქვს შექმნილი, რომელიც ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირებს ეხება. ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი არის შოთა რუსთაველი, რომ წარმოვიდგინოთ 31 საუკუნის საქართველოს, რომელიც არსებობს სხვა galaktikაში, სხვა პლანეტაზე, სადაც ქართველები რაღაც დროს გადავიდნენ და შოთა რუსთაველი, რომელიც იქ მოხვდა, რაც გაურკვეველი გარემოებების გამო, ანუ ხუმრობის ელემენტებიც არის თავისთავად და რომელსაც ყველა იცნობს, ყველა პატივსცემს, მაგრამ რომელიც იძულებულია რომ თარგმნელად იმუშაოს, თარჯიმნად, რათა ყოველდღიური ლუკმაპური იშოვოს. ასეთ რეალობაში ხდება ასევე ანთროპოლოგი გასტონ თევზაძე, რომელსაც ასევე რაღაც გაუგებრობაში აღმოჩნდება და ამ პლანეტაზე ამოყობს თავს და ასევე ხელოვნური ინტელექტი, რადგან მინდა რომ ესეთი თავიდანვე მინდოდა რომ შემეტანა ესეთი არსება, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს ჯერ კიდე ასეთი გაპოპულარული არ იყო, ანუ პოპულარული არ იყო ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი. ეს არის კოღო ანოფელესა, რომელიც პრინციპში არის ხელოვნური ინტელექტი, სუპერმძლავრი ინტელექტი და ეს არის ამ სამის არაჩვეულებრივი და როგორც მე უწოდებ, არც თუ ისე მხიარული თავგადასავალი ნიუ-ჯორჯიაში. სადაც ისინი მოგზაურობენ და სადაც ისინი ნახულობენ რაც უცნაურ და საინტერესო მოვლენებს. ბევრი რამ ამ საინტერესო მოვლენებიდან ჩვენს რეალობას მოგვაგონებს, ბევრი რამ არ მოგვაგონებს. მოკლედ, ეს არის ჩემი ერთგვარი ფილოსოფიური ექსპერიმენტი, მოდი ასე დავარქმევდი, რომელიც აი სწორედ ამ წარმოსახვით სამყაროს ეხება, წარმოვიდგინო ის რაც არ არის, მაგრამ რაც შეიძლება იყოს და ამის მეშვეობით შეიძლება ეს ჩემი სურვილია რომ უკეთ გავიაზრო ის რაც არის, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს დიდი ხანია ჩემი სურვილია და ამიტომ მოხარული ვარ, როგორც თქვენ ჩვენთან მოვადგი თავი და რაღაც ამ ეტაპამდე მივედი, რომ წინ წავსულიყავ. ამიტომ ეხლა გაგიზიარებთ ამ გვერდებს, მე ამ ფუმულებსაც დავდებ და პერიოდულად ვაპირებ შემდეგ უფრო დეტალურად გავაზიარო გარკვეული ესე იგი მოვლენები ან დეტალები თვითონ ნაწარმოების შესახებ. როგორც ხედავთ, ეს არის ინგლიკის გვერდი შოთა რუსთაველის შესახებ ხელოვნურმა ინტელექტმა ესეთი ეს როცა მივეცით ჩემი ასე თქვა ინსტრუქციები ასეთ პერსონაჟად წარმომიდგინა და მე საკმაოდ მომეწონა. აქ არის აღწერა იმის შესახებ თუ ვინ არის შოთა ამ ნაწარმოებში, როგორ მოხვდა და ანუ როგორ ვითარდება მისი მოქმედება გარკვეულ პერიოდამდე, ანუ როგორი ის აქვს, ასე ვთქვათ, ამბავი შოთას. შემდეგ აქ ჩვენ გვაქვს პერსონაჟი გასტონ თევზაძე, რომელსაც ცოტა უფრო ვრცელი ისტორია სჭირდება, რომ იქამდე მივიდეს, ვიდრე შოთას ნახავს. და ასევე ჩვენ გვყავს კოღო ანოფელესა, თქმა უნდა, ფოთი უნდა იყოს აქ დაკავშირებული და კოღოს გარეშე ეს ამბავი არ გამოვა თავისი აღწერით. გვაქვს ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონაჟი, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს ნაწარმოებში, ეს არის აი არაგვისპირელი ქალბატონი და ასევე გვაქვს ეგრეთ წოდებული ზღვის წისქვილი, რომელიც შენობა, რომელშიც წისქვილი არის მოწყობილი და პირობით სხვასთან ახლოს დგას და ამიტომ ეწოდება ზღვის წისქვილი.
მოკლედ ეს არის ეს საწვალებელი, როგორც ინგლისურად უწოდებენ, ეგრეთ წოდებული ტიზერი, ანუ მოკლე ინფორმაცია და ვთქვათ, დანარჩენის მეტის არ მიცემა მკითხველისთვის. რა თქმა უნდა, ამ ბმულებს გავაზიარებ და დაინტერესებულ ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ გაიცნონ იმ წარმოსახვის სამყაროს, რომელზეც მე ვსაუბრობ და თავიანთი წარმოდგენა შეიქმნათ. საერთო ჯამში ეს არის ტექნოლოგიის ენაზე რო ვთქვათ, ჩემთვის ეს არის open source project, ანუ ღია კოდის ღია პროექტი, რომელიც არ არის დასრულებული და ის ჩემს კონცეფციასაც შეესაბამება, ანუ ბევრი რამ ჯერ კიდევ ახლა იქმნება, ზოგიერთი პერსონაჟის ბედი არ არის გადაწყვეტილი, ასევე ზოგიერთი მოვლენა როგორ განვითარდება, ჯერჯერობით არ ვიცი, ამას მალე გვიჩვენებს. თუმცა ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში, როცა ეს შეიკრება, რაღაც საინტერესო შეიძლება გამოვიდეს. ეს არის მოკლედ ის, რაც მინდოდა მეთქვა, ამ ბმულებს გავაზიარებ და მოგვა შეხვედრამდე.